რის შესახებ არის გამოფენა? დავიწყო? გამოფენა შეეხება პირველ რიგში მათ ვინც დასაჭერია და გარეთ არის პირველ რიგში მათ შესახებ იმიტომ რომ გარეთ არიან და შეუძლიათ რომ ნახონ რა გამოიფინა მათ შესახებ მეორე არის ის რომ რატომღაც ჩვენს თანამედროვე ხელოვნებას საქართველოში რომელიც მოუმზადებელი აღმოჩნდა იმ პირობებისთვის, რა პირობებიც შემოგთავაზეს ეს რიგში თავრობის პირებმა. მათ შორის პირველმა ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა, რომელმაც თანამედროვე ხელოვნებაზე დასვა მთელი რუსეთი. ჩვენმა ოლიგარქმა, რომელმაც მთელი რუსეთის თანამედროვე ხელოვნებაზე დასვა, როგორც თვითონ ამბობს, ჩვენს არაფერს არ ვამატებთ, შეგვიძლია წყალს მოვიხმოთ. ჩვენი შეფასება არის სუფთად ესთეტიკური. ეთიკურიც. ეს გამოფენა საბოლოოდ შეეხება იმ მოუმზადებელობას და უნარობას, რაც დაფდა ბიზნეს თანამედროვე ხელოვნების დისკურსიდან და რაც ბიზნესამ მოამზადა ასევე უნიჭოდ სამწუხაროდ და ანსაბედნიეროდ, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე ადამიანისთვის ის ყველაფერი აღმოჩნდეს. ძალიან კარგი პირობა იმისთვის, რომ იმუშაოს, მათ შორის შეიძლება ჩემთვის. ხო, ეს გაურკვეველი სიტუაცია. შეეხება ასევე ზვიადის, სტალინს, სტალინიდან მოყოლებულ ქართულ პოლიტიკურ დისკურსს, ნაცებს, მათ შორის ძალიან მჭიდროდ ნაცებს, მათ დანგრეულს და ნანგრევებზე ბიზნეს დამატებულ ნანგრევებს, რაც ახლა შენ კარგად იცი, ჩემო მეგობარო, რომ პორტს როცა აშენებ, ბევრი ნარჩენია გასატანი ალბათ ბევრი ნარჩენია რა. ჩვენ ესე გვასწავლეს. ჩვენ ვართ ახლა მეორე კლასში. ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. და მინდა რომ უფრო უკეთესი იყოს. ესეთიც მოგწონს. რადგან გადავწყვიტეთ? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ. რატომ გადავწყვიტეთ? ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვეჩვენებინა ის, რომ პოლიტიკოსი როგორც ასეთი, სამწუხაროა თუ სასახარულოა ჩვენს establishment-ს პოლიტიკურს, ასე ვთქვათ. Establishment ინგლისურად ჩავწერო? Establishment вообще რას ნიშნავს ქართულად? Establishment. არა, ქართული განათლება რა სამწუხაროდ რა. რუსეთში. Establishment. მერე? ესე გონია, რომ პოლიტიკოსი არის კახი კალაძე, რომელმაც ფეხბურთის თამაში, მე მგონი რომ კაი ფეხბურთელი იყო საბოლოო ჯამში, მაგრამ ფეხბურთის თამაში თავი დაანება, რამდენიმე მილიონი იშოვა და გადამოყალიბდა პოლიტიკაში. მაგრამ ეს ყველაფერი ხო იმაზე თამაში იყო, რომ კახი კალაძე იყო ეს ცნობადი სახალხოდ საყვარელი პერსონა. ხო, ეხლა ჩვენ ფეხბურთელებს რომ შეეცით ყველამ ერთად გაიგეთ და ტრაქში ამოისვით ეს ბუდუები ან რა ვიღაცა გელისიანი ვითომ ჭკვიანი ყოთ დასმული და ალაპარაკებთ ამდენს ჯობია მაგრამ მასთან ინტერვიუები აღარ მიცეს თვითონ თქოს ხოთა შორის დღეს მოусმინე. ხო და მე მგონია რომ ეს არის იცი რა არის პოლიტიკოსი არის მეორე გვერდზე ოთახში რა აი აქეთ ვიღაცები ვართ დაწყებული სტალინიდან გაგზავნებული მე კიტოვანი სიგუა ედუარდი ჯაბა ზვიადი მერაბი დედა ტერეზა ასე შემდეგ ასლანი აუცილებლად არ გამოგჩეს მაგრამ ეს მართული და ეს ერთი იმპერიალიზმით ჩანაცვლებული მეორე იმპერიალიზმით გაგრძელებული პოლიტიკები გვინდა რომ დასრულდეს საბოლოო ჯამში. დასრულდეს სახალხო მოძრაობებით, სახალხო პოლიტიკებით, სახალხო მოწოდებებით. ან უბრალოდ დასრულდეს. და არაფრით არ გაგრძელდეს. დაიხუროს იმედი ასევე. იმედი პირველ რიგში. დაიხუროს რუსთავი ორი მთავარი გასამართლდნენ ეს ხალხი. მაგრამ აი ის ტრაკი გახდა ხო ვაფშე სინამდვილეში ხო? აი ხო შეიძლება დავუსვათ ეს შეკითხვა. მეცხრე კლასში მაგალითად ზუსტად მაგას ვეკითხები ხომ ის ტრაკი აქვს სინამდვილეში. გარდა იმის რომ
საკუთარი სიამოვნებებისთვის ჩემთვის არის რომ კითხვის ნიშანი ისმის საერთოდ არსებობს თუ არა ეს ქვეყანა. ხო, თუნდაც. და თუ არსებობს, როგორ არსებობს? რატო არსებობს? ხო, რატო არსებობს? ახლა გვპირდებიან სხვათა შორის ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ სუვერენულობა, დეკოლონიზაცია გაიგეს, ესე თუ ვინ გელაპარაკებათ საერთოდ. ვიღაცა ჭკვიანები აშკარად ამათ რაღაცეებს ელაპარაკებიან. დაქირავებული ჭკვიანები. არა, ვინც ამათ ჭკვიანი გონიათ. რომელსაც ფულს უხდიან, რო ჭკვიანებად იმუშავონ. პრიუსი, უსაფრთხოება, სასმელი. ცოლიშვილის სასმელი ნარკოტიკი, იარაღი, იარაღის დარება. ძალიან აქტივის საზოგადოების დიდ ნაწილს. ხო, და მოკლედ ერთი არის რომ მგონია რომ გამოტოვებული გვაქვს ისტორიის გაკვეთილები. აი ეს ისტორიის გაკვეთილები, რომელზეც ალბათ აი მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ყოფილიყო. კიდე ერთი პირობაა რა, აქ საინტერესო. ბიზინა ივანიშვილის არ მოწონს ნიჩე, ეს ვიცით. გასაგებია, ანუ ნიჩეს შეებრძოლა. ის დაამარცხა საფრანგეთში ალბათ. ასევე არ მოწონს კი არა და მოწონს აკაკი წერეთელი, რომელიც ხამურად თურმე საერთოდ და ხამურა, ალექსი ხამურა, ხო იცი აკაკი წერეთლის. თაგუნა ეძის რა, მე გახდა რამე. კლეობა ლექსია, მაგრამ ნუ ბიზნეს მოწონს და გონია რომ ეროვნული სენტიმენტია აკაკი წერეთლის ეგლექსი. ძალიან სამწუხაროა, ჩემ მეგობარო, მაგრამ არანაირი ლიბერალი, რასაც თქვენ უწოდებთ ლიბერალს. არ გავს აკაკი წერეთლის ხამურას, რომელმაც იევკადროსა თაგობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აკაკი წერეთლის ძალიან უყვარდა ხამურები. თქვენ გასხოვებით, რომელსაც ადამიანები გიზიზღებთ და ახაფსონს დებთ ეთნო-ნაციონალიზმზე და რელიგიურ ნაციონალიზმზე და კაცებს. კაცურ კაცებს, ცხენიან კაცებს. თან როგორ არის დაყნებული საკითხი, იცი, რომ ცხენი კაცი ცხენს თუ არ ხდება, ეს კაცი ნუ უარყოფილი. პირიქით კი არ არის. ეს ცოტაა? მაგრამ ისე ცხენი სხვათა შორის ცხენ ხემალს ბიზნეს უყურს უყურს. და პოტენციალს უხდება ძალიან. ბიზნეს უყურს უყურს. მაგას ეკონომიკის ციხე 28 შვილი ყავდა.